არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა შემზღუდველი კანონების ეფექტი უკვე სახეზეა. ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე ეგრეთ წოდებული ბალაკლავას ტარების გამო სამოქალაქო აქტივისტი დააჯარიმეს. ეს უკვე მეორე დაჯარიმება არის ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და სახეზეა იმ რეპრესიული კანონების შედეგი, რომელიც ქართული ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად და ადამიანის უფლებათა შესაზღუდად მიიღო. ემა გოგოხია მუშაობს თემაზე და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ემა უფრო დეტალურად მოგვიყევი რა მოხდა, რა ვითარებაში დააჯარიმეს სამოქალაქო აქტივისტი და რა ახსნა განმარტება მისცა მას საპოლიციო რეჟიმის წარმომადგენელმა. წინააღმდეგობის 37 დღეს გუშინ ღამე აქტივისტი მარიამ სიჭინავა ნიღბის ტარების გამო დააჯარიმეს, თუმცა ეს ნიღაბი იყო ზამთრის ქუდის შავი ფერის პირბადით ეგრეთ წოდებული ბალაკლავა, რომლის ტარების გამო მარიამ სიჭინავა ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული. მაშინ დაჯარიმება მოხდა კანონის ამოქმედების, ანუ ძალაში შესulis პირველსავე დღეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ ცნობენ არალეგიტიმურ პრეზიდენტს და არალეგიტიმურად მიღებულ კანონს, ამიტომ აქციებზე წინააღმდეგობის, ანუ პროტესტის ნიშნად ივლიან ქუდით, ანუ ეგრეთ წოდებული ბალაკლავით და პიროტექნიკით. სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მოთხოვნები უცვლელია, ეს არის გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, უნდა გადადგეს არალეგიტიმური ხელისუფლება და ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. გუშინ გვიან ღამემდე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ. სოლიდარობა გამოუცხადეს მეშახტებს, ტყიბულიდან იმ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ევროპულ სულისკვეთებას და აქციაში მონაწილეობის მიღების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს და ყველა იმ ადამიანს გამოუცხადეს სოლიდარობა, ვინც ამ ხელისუფლების რეპრესიებს ეწირება. დღესაც აქციის მონაწილეები ტრადიციულად ისევ სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბებიან. არ ვიცი. არ ვიხსნილი. ახალი პიროტექნიკა თქო უნდა. ხახო იცით რომ პიროტექნიკა არ არის. არაც აგიხსენებია. რაზე ბატონო ზურა. ბატონო ზურა. აბსოლუტურად ყოველ დღე მოვალ ნიღბით და აბსოლუტურად ყოველ დღე მოგიწევთ ახალი ადმინისტრაციული საქმის წარმოება. ბატონო ზურა, რა სამართალდარღვევას აქვს ადგილი რო გითხრათ და არ არის პოლიციის პრეროგატივა, ჩვენ შევადგენთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქროს სასამართლო განიხილავს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა და კოდექსის 174 პრიმა მოხლით. რა სიტუაციას ბატონო ზურა? შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას კერძოდ მეცხრე. ეს ის კანონია, რომელიც ახლა მოაწერინეს ხელი ყაველაშვილს არალეგიტიმურად. ეს კანონი არის საქართველოს კანონი, რომელიც ძალაშია. ჩემი პოზიცია არის ძალიან ნათელი. მე არ ვაღიარებ იმ კონსტიტუციურ კანონს, რომელსაც ხელი მოაწერა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა და ამ კანონებს 28-ვე კანონს შეძლების დაგვარად ყოველდღიურად დავარღვევ იმდენი ხანი, სანამ არ გათავისუფლებიან პოლიტპატიმრები და არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. პირველ შემთხვევაში დაჯარიმება, ანუ ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ ზამთრის ქუდის, ანუ ეგრეთ წოდებული ბალაკლავის ტარების გამო 3 ადამიანი დაჯარიმდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ისევ ივლიან პროტესტის ნიშნად ზამთრის ქუდით ეგრეთ წოდებული ბალაკლავით. დღეს სამხარეო ადმინისტრაციის წინ ისევ 5 საათზე შეიკრიბებიან კვლავ იგივე მოთხოვნით. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უნდა დანიშნოს ქვეყანაში ხელახალი არჩევნები და ასეთი საყოველთაო სახალხო პროტესტით შეძლებენ ხელისუფლება იძულებული გახადონ, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები დანიშნოს.